დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, რომ გვესაუბრებით ევროკავშირისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს. თქვენ განაცხადეთ, რომ ბოლოს და ბოლოს დაიდო ყველა სავაჭრო ხელშეკრულების დედა ხელშეკრულება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 2 მილიარდი ადამიანისთვის გვხვდით ბაზარს. ეს უზარმაზარი ყველაზე დიდი სავაჭრო შეთანხმებაა, რომელიც ოდესმე გაუფორმებია ევროკავშირს ან ინდოეთს. რასაკვირველია ეს ნიშნავს, რომ ახლა ვაჭრობის თითქმის გაორმაგების მოლოდინი გაქვთ. გარდა ამისა, იმასაც ამბობთ, რომ ტარიფები შემცირდება ევროკავშირის საექსპორტო პროდუქტის თითქმის 96%-ზე. როდის დაიწყებს ეს შეთანხმება მოქმედებას? რაც შეიძლება მალე. ის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროპისა და ინდოეთის ეკონომიკებისთვის, ისე გლობალური ეკონომიკისთვის, რადგან ჩვენ ორივე ერთად მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის მეოთხედს წარმოვადგენთ. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ეკონომიკებს გავაძლიერებთ, ამით გლობალურ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ. ჩვენი ინდოეთში ყოფნის 72 საათის განმავლობაში ინდოეთის მთავრობამ პრემიერ-მინისტრმა მოდიმ თქვენთვის და ევროკომისიის ხელმძღვანელისთვის წითელი ხალიჩა დააგებინა. თქვენ დაესწარით სამხედრო აღლუმს. თუ შეიძლება, რომ ამ ვიზიტის კულისების დეტალები გაგვიმხილოთ. This trip have two parts. The first of all, very nice, very kindly and ეს ვიზიტი ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ რიგში ეს ძალიან სასიამოვნო ვიზიტი იყო პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის და ჩემთვის. ჩვენ ვიყავით რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ზეიმის მთავარი სტუმრები. ეს ინდოეთში ძალიან დიდი დღესასწაულია და დავესწარით ძალიან დიდ აღლუმს, რომელზეც ინდოეთი აჩვენებს არა მხოლოდ სამხედრო პოტენციალს, არამედ საკუთარი კულტურის მრავალფეროვნებას, თავისი ხალხის ცოდნას, ნიჭსა და საკუთარ კულტურას. And the skills and the talent of their people. მეორე ნაწილი იყო სამიტი, რომელზეც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გარდა ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში და ასევე მომავალი 5 წლის ერთიან სტრატეგიულ დღესწესრიგს. ეს აჩვენებს, რომ ამ ძალიან არასტაბილურ სამყაროში შესაძლებელია პროგნოზირებადი გარემოს შექმნა. Shows that it's possible in this very როდესაც სანდო პარტნიორები თანხმდებიან ვაჭრობაზე, უსაფრთხოებაზე, თავდაცვაზე, ხალხზე ფიქრობენ. When reliable partners agree on trade, on security, on defense, on people-to-people contact. ეს არის თქვენი საბოლოო გზავნილი ამ სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ყველა არსებული სავაჭრო შეთანხმების დედა, რომელიც დაიდო ძალიან მკაცრად დაცულ ბაზართან. მაგრამ მე მაინტერესებს ამ ხელშეკრულების რეალური ღირებულება ის ხომ არ არის? No, they have a great value. From the economic point of view. არა, ჩვენ ორივე მონაწილე მხარეს ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა გვაქვს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის სათქმელია, რომელსაც მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი დემოკრატიული ქვეყანა ეუბნება საერთაშორისო საზოგადოებას. მას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ქმნის პროგნოზირებისა და თანამშრომლობის საფუძველს დაპირისპირების საპირწონედ, რომ სანდო პარტნიორებს შეუძლიათ სიკეთე მოუტანონ მსოფლიოს. Work for good. გამოდის თქვენ არ გჯერათ, რომ მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის დრო დასრულდა, ბევრმა ასე იფიქრა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ტარიფების შემოღების შემდეგ. Very important way to underpin the არა, ეს მრავალმხრივი სისტემის გამყარების ძალიან კარგი საშუალებაა. ჩვენ ვცხოვრობთ არა ბლოკების სამყაროში, არამედ მრავალმხრივ სამყაროში. ხოლო მრავალმხრივ სამყაროში სამი რამ არის აუცილებელი. პირველია მრავალმხრივი სისტემის გაძლიერება, მეორე საერთაშორისო კანონის დაცვა და ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს სხვადასხვა პოლუსთან. სწორედ ამიტომ მოვაწერეთ ხელი ერთი კვირით ადრე მერკოსურის შეთანხმებას. ახლა მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას ინდოეთთან და ვაგრძელებთ მუშაობას ახალ სავაჭრო ხელშეკრულებებზე, ახალ პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში სხვადასხვა საკითხზე. New partnerships with the different subjects. With different partners around the world. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი ბრძანდებით და ვიცი მეტყვით, რომ არ გსურთ ჰიპოთეტური მსჯელობა და მხოლოდ რეალობას აღიარებთ, მაგრამ თუ იცით, რატომ გამეკითხებით? მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, როგორ გონიათ, რამდენად ჩავიდოდით ნიუ-დელიში ამ შეთანხმების დასადებად, ან მერკოსურს თუ მოვაწერდით ხელს ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტად ტრამპი რომ არ აერჩიათ და მას ასეთი აგრესიული სატარიფო პოლიტიკა არ გაეტარებინა. ამ ხელშეკრულების ირგვლივ მოლაპარაკება ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა რა საკვირველია, როდესაც ასეთ გამოუცნობ სამყაროში ცხოვრობ, საჭიროა პროგნოზების გაკეთების საშუალება მისცე ბიზნესს, საჭიროა ინვესტიცია ჩადო, აწარმოო, ივაჭრო და მოქალაქეებს მისცე იმედი და უსაფრთხოების გარანტია. For the citizens.
ინდოეთის მინისტრმა გვითხრა, რომ პრეზიდენტი ტრამპი არც კი გიხსენებიათ, რომ თქვენ ორს შორის ნამდვილად ორმხრივი სამიტი შედგა. მართალია? But you don't think that როგორ გონიათ ევროპა და ინდოეთი არ არიან იმდენად დიდი, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე იმჟელონ? დიახ, ეს სამიტი ეხებოდა ინდოეთსა და ევროპას და მეც არავის. პრეზიდენტი ტრამპი არ გიხსენებიათ, ხომ არ გონიათ ან გეშინიათ, რომ რაიმე ფორმით შურისძიება მოსალოდნელი, რაც უფრო მეტ შეთანხმებას აფორმებთ ამერიკის გარეშე. მაგრამ რატომ? არაფერს გააკეთებენ, ეს მათ საფრთხეს არ უქმნის. we fixed a trade agreement with the United States is now in the European არა, ჩვენ დავდეთ სავაჭრო ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ის ახლა ევროპარლამენტში დევს დასამტკიცებლად და ახლა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციაზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, როდესაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია არ მუშაობს კარგად და რამდენიმე გლობალური ეკონომიკური აგენტი არღვევს გლობალურ ვაჭრობას, გვესაჭიროება სავაჭრო ურთიერთობების სტაბილიზაცია სავაჭრო შეთანხმებების დადების გზით და ასეც ვიქცევით. ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მსოფლიო ეკონომიკისთვის. What we are doing, and I think it's very important not only for Europe but also for the global economy. მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, როდესაც თქვენ პრეს-კონფერენციაზე პასპორტი ამოიღეთ. მე ვუყურე ინდურ ტელევიზიებს და ეს მომენტი ყველა მაჩვენა. როდესაც თქვენ ისაუბრეთ თქვენს წარმოშობაზე, ამან ნამდვილად ძალიან გაამართლა. მაინტერესებს ზოგიერთი სხვა ქვეყნის, კონკრეტულად ამერიკის სტრატეგიის ნაწილი ხომ არ არის, როდესაც საუბრობს სხვა ქვეყნის სისუსტეზე, რეგრესსა და ცივილიზაციის წახდომაზე. შესაძლოა თავაზიანობა უფრო ამართლებს. Now we have a vision again that in this multipolar world არა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი ხედვა არის ის, რომ მრავალმხრივ სამყაროში გქონდეს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყანასთან, რომელთაც აქვთ განსხვავებული კულტურა, ენა და ტრადიცია. გასულ წელს მე და პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 11 თუ მეტი სამიტის თანათავმჯდომარეები ვიყავით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. იქნებოდა ეს აფრიკის კავშირი, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნები, შუა აზიის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი აფრიკა თუ დასავლეთი ბალკანეთი. მთელი მსოფლიოს გარშემო ვიმოგზაურეთ და ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, რომ დავამყაროთ სანდო ურთიერთობა პარტნიორებთან. the world is engaging with partners and to build reliable relationships. და მაინც ხომ არ არის საჭირო მითითება, რომ ზრდილობა სისუსტედ არ ჩათვალონ. ზოგიერთი, როდესაც ძალიან თავაზიან ევროკავშირს უყურებს, ფიქრობს, რომ ის სუსტია. ხომ არ ეტყოდით მათ, რომ ასე ნუიფიქრებენ, რომ ეს შეცდომა? I don't enter in this game of words. დიახ, მე არ მინდა ამ სიტყვათა თამაში ჩავერთო. ჩვენ რეალობას ვეყნობით და ჩვენი რეალობა მარტივია. ჩვენ გვაქვს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკა და ვართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დემოკრატია. ჩვენ უამრავი მეგობარი გვყავს მთელ მსოფლიოში, მეგობრები, პარტნიორები, მოკავშირეები და ჩვენ ყველასთან თანამშრომლობთ. We work with everybody. როგორი შთაბეჭდილება გექმნებათ ეს მეგობრები და მოკავშირეები მთელი მსოფლიოდან ცდილობენ თქვენთან კავშირის დამყარებას თუ ევროკავშირი ცდილობს მათთან ურთიერთობის დამყარებას ახლა, რადგან ძალიან გჭირდებათ ისინი. რამდენად ორმხრივია ეს მცდელობა, რამდენად ატყობთ, რომ მათაც სურთ ევროკავშირი? Both the north then the south are more ჩემი აზრით, ყველა აცნობიერებს, რომ ჩრდილოეთიც და სამხრეთიც უფრო მრავალფეროვანია ახლა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ და ყველა ხვდება, რომ ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი, რათა მშვიდობიანი, სტაბილური სამყარო გქონდეს, რომ იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება და ძლიერი ეკონომიკა. security but also on economy. როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებას ინდოეთსა და ევროკავშირს შორის, რასაც გვერდს ვერ ავუვლით, ეს არის უკრაინის ომი. ევროკავშირმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა ინდოეთს რამე ფორმით ჰქონოდა გავლენა რუსეთზე და უფრო მკაფიოდ დაეგმო ომი. რამდენად შეეხეთ ამ საკითხს ინდოეთში ვიზიტის დროს? თუ წამოჭერით ეს თემა და თქვით, რომ დახმარება გჭირდებათ, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს. We talk of course about რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ უკრაინასა და ომზე პრემიერ-მინისტრ მოდისთან, მაგრამ როგორც ჩემს პრეს-კონფერენციაზე განვაცხადე, დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება მქონდეს პრემიერ-მინისტრ მოდის იმედი. დარწმუნებული ხართ? I believe დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია პრემიერ-მინისტრ მოდის დავეყრდნოთ, რათა მშვიდობისკენ წავიდეთ დიალოგისა და დიპლომატიის გზით. and diplomacy. და ბოლოს მინდა გრენლანდიას შევეხო, რომელთან დაკავშირებითაც ცოტა ხნის წინ ევროკავშირში დიდი დაძაბულობა იყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკან დაიხია საბოლოო ტარიფები არ დააწესა. რა გაკვეთილი მიიღეთ აქედან? დარწმუნებული ხართ, რომ კრიზისმა გადაიარა? I hope so. იმედი მაქვს კი. ხომ არ გასწავლათ ამ გაკვეთილმა, რომ როდესაც მყარ პოზიციას იკავებ, ისინი უკან I იხევენ. think the main lesson is არა, ჩემი აზრით, ძირითადი დასკვნა ის გამოვიტანეთ, რომ ყველას აფიქრებს არქტიკის რეგიონის უსაფრთხოება და ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა გადის ნატოზე, სხვადასხვა არქტიკულ ქვეყანასთან თანამშრომლობაზე, რათა არქტიკის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. Arctic.
ბატონო პრეზიდენტო, რამდენად მართალია მოარული ხმები, რომ თებერვალში დანიშნულ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მარიო დრაგიც მიიღებს მონაწილეობას. მართალია? Last year, გასული წელი იმით დავიწყეთ, რომ თებერვალში თავდაცვის საკითხებზე მოვაწყეთ არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც მე მოვიწვია ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი. ეს იყო საკვანძო მომენტი, რათა სწორედ დაგვესვა აქცენტი ჩვენს დღის წესრიგში თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ასევე ჩვენს ურთიერთობაზე ნატოსთან და დიდ ბრიტანეთთან. წელს იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენი კონკურენტუნარიანობისა და ერთიანი ბაზრის კუთხით, რაც თავდაცვასა და უსაფრთხოების თვალსაზრისით გავაკეთეთ. სწორედ ამიტომ მოვიწვია მარიო დრაგი და ენრიკო ლეტა ევროპულ საბჭოზე, რათა ვიკამათოთ, ერთად შევაჯამოთ, რაც უკვე გაკეთებულია მათი ანგარიშის მიხედვით. კიდევ რა არის გასაკეთებელი და დასაჩქარებელი, რათა წავახალისოთ კონკურენტუნარიანობა, გავარღმავთ და გავაძლიეროთ ჩვენი ერთიანი ბაზარი. and what we need to do to accelerate and to deliver to boost competitiveness and to deep and strengthen our single market. და ბოლო კითხვა. რისი მიღწევის იმედი გაქვთ, იმიტომ რომ თქვენ საუბრობთ ჩარშანდელ არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელმაც სათავე დაუდო თავდაცვის საკითხის ირგვლივ მოვლენების განვითარებას. არ ნერვიულობ, იმიტომ ხომ არ გინდათ მარიო დრაგისა და ლეტას დასწრება შეხვედრაზე, რომ მათი ანგარიშის პუნქტები არ სრულდება საკმარისად სწრაფად. ლიდერების შეხვედრისგან იმას ველოდები, რომ მათ ძალიან მკაფიო პოლიტიკური სახელმძღვანელო პრინციპები უნდა მისცენ ევროკომისიას, ევროპულ საბჭოს, ისევე როგორც გასულ წელს გააკეთეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე. წელს ერთიან ბაზარსა და კონკურენტუნარიანობაზეც იგივე უნდა გაიმეორონ. ამ დღის წესრიგს ახალი სტიმული უნდა მივცეთ. როგორც იცით, ძალიან დიდი ინვესტიცია ჩავდეთ გამარტივებაში, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთებაა საჭირო მაღვასრულოთ, რაც საჭიროა, რათა კონკურენტუნარიანობა და ერთიანი ბაზარი ეფექტური იყოს. თუ თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერება გვინდა, მყარი ეკონომიკური საფუძველი უნდა გქონდეს. Our effort on security and defense, we need to have a strong economic. გამოდის, რომ 2026 წლის მიზანი ეს პაკეტი იქნება. დიახ. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, რომ გაგვესაუბრეთ.